ერთი წელი უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ხვალ 28 ნოემბერს მსგავსად სხვა ქალაქებისა ქუთაისში რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. 28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება, რაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას გახდეს ცივილური სამყაროს ნაწილი, მოღალატეობრივი განცხადებით უპასუხა ირაკლი კობახიძემ. ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოს ქალაქებში და გააპროტესტა კონსტიტუციის დარღვევა. მას შემდეგ ქუთაისში უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ერთი წლის თავზე კვლავ შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი 4 წლით შეჩერებულია. ქართული ოცნების ამ განცხადებას საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნაა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლონ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. ქართული ოცნება სოციალური დახმარების პოლიტიკის გადახედვას იწყებს. ამის შესახებ გუშინ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. ქართული ოცნების ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ ვის შეუწყდება დახმარება, თუმცა თქვა, რომ სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღწევა ცხოვრება ადამიანთა რაოდენობა. ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას. პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის დროს ობიექტური მიზეზების გამო, გარე ფაქტორების გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრად. მაშინ ჰქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკა შემცირდა 6.9%-ით 2020 წელს. ამან გამოიწვია ბუნებრივი ბიუჯეტში პრობლემები, სოციალური პრობლემები და გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული, შესაბამისად არათუ აკლდებოდა რაოდენობა, ემატებოდა. თუმცა მას არ აქვს კავშირი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან შემცირდა 9.4%-მდე. ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას. დემოგრაფია არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ეს ეხება როგორც მიგრაციულ სალდოს. შარშან ქონდა პირველი წელი გასული წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოში შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა გასული მოქალაქეების რაოდენობას. ყველა სხვა წლის განმავლობაში ქონდა დიდი მინუსი. და ასევე დაბადება გარდაცვალების თანაფარდობა, აქაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. ანუ როგორც ბუნებრივი მატების ნაწილში, ასევე მიგრაციის ნაწილში გვაქვს რა თქმა უნდა სერიოზული გამოწვევები. თუმცა ეს ცალკე საკითხია და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ცალკე პროცედურის ფარგლებში, ინტერპელაციის ფარგლებში დეტალურად ვიმსჯელოთ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს ამ საკითხის გადაჭრა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასთავარია გვაქვს კაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას. ცნობისათვის 2025 წლის იანვარ-ივნისში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ის, რომ გარდაცვლილები დაბადებულებს აჭარბებენ, ბოლო 4 წლის ტენდენცია. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ადრე კოვიდ პანდემიით აიხსნებოდა, ახლა ეს მიზეზი აღარ არსებობს. რაც შეეხება მიგრაციას, ბოლო 10 წელიწადში საქართველო 264,000 მოქალაქემ დატოვა. საქსტატის მიგრაციის სტატისტიკის თანახმად ქვეყანას თითქმის ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე უკან ბრუნდება. გამონაკლისი ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 2020 და 2024 წელი იყო. 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე 23,000 ემიგრანტი უკან დაბრუნდა, ხოლო 2024 წელს კი დადებითმა სალდომ 842 მოქალაქე შეადგინა. სხვა ყველა წლის განმავლობაში ქვეყანა 1000-ობით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე უკან დაბრუნდა. 2023 წლის მარტში NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიქრობს.
პარლამენტში მაღაროელების პრობლემის შესახებ ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა შალვა კერესელიძემ. მან მშრომელების ერთწლიან პროტესტსა და მაღაროელების მოთხოვნებზე ისაუბრა. მან ირაკლი კობახიძეს კითხა იღებს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გათავისუფლებული მაღაროელების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უკვე თითქმის 1 წელიწადია, რაც ეს ხალხი სამართლიანად აპროტესტებს ღირსეული შრომითი პირობების და შრომის ანაზღაურების პირობებს. თუმცა სამწუხაროდ პასუხი ჯერ არა აქვთ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში საწარმოო პროცესი შეაჩერა. კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა, როდესაც დასაქმებული 3600 ადამიანიდან 2000 ადამიანზე მეტი სხვადასხვა რეპრესიული თუ სხვა მეთოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განთავისუფლდნენ სამსახურიდან და კიდევ უფრო გართულდა მათი ყოფითი თუ სოციალური პირობები. დღეს მაღაროელები სახელმწიფოსგან ელოდებიან პასუხს და ითხოვენ კოლეგების, მათი დაპატიმრებული კოლეგების განთავისუფლებას, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული ან კრიმინალი არ ჩაუდენიათ. ისინი დაიჭირეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აპროტესტებდნენ საკუთარი მძიმე შრომით პირობებს და ანაზღაურებას და იბრძოდნენ თავისი ქალაქის ჭიათურის მომავლისკენ. თქვენ რას ფიქრობთ, რას აპირებთ, რას აკეთებთ და იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განთავისუფლებული 2000 კაცის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში გადაუწყდებათ ეს არსებული პრობლემები. ირაკლი კობახიძემ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სახელმწიფო დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნებაზე მაქსიმალურად ზრუნავს. სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება და არა მარტო ზოგადად ზრუნავს, არამედ ძალიან მსხვილი ინვესტიციებიც იდება ამაში. და ძირითადად ეს არის გამოხატული ძალიან მასშტაბურ საგადასახადო და სხვა შეღავათებში. რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს შეღავათები საწარმოებს გაუჭირდებოდა ფუნქციონირების გაგრძელება. უბრალოდ ვერ შეძლებდა ფუნქციონირების გაგრძელებას. ანუ რეალურად დოტაციურია ერთი და მეორე მაღარო და საბოლოო ჯამში სწორედ სახელმწიფოს ხარდაჭერის ხარჯზე ხერხდება შესაბამის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამიტომ აქ მაქსიმუმს აკეთებს, ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. კითხვაზე, რომელიც დაკავებულ მაღაროელებს შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ კრიმინალი დაუსჯელი ვერ დარჩება. რაც ხდება კონკრეტულ ექს პიროვნებას, ეს არის კონკრეტული საქმე, სამართლებრივი საქმე და მე სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადამიანები ძალადობენ, არა მარტო კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობ, არა მარტო სამართალდამცავებზე, სახელმწიფო წარმომადგენლებზე, არამედ ძალადობენ საკუთარ კოლეგებზეც, სხვა მაღაროელებზე, კონკრეტულ რამეზე ვსაუბრობ. როცა უხეშად ძალადობენ, კრიმინალური ფორმებით ძალადობენ საკუთარ კოლეგებზე, იქ რა თქმა უნდა სახელმწიფომ თავისი სათქმელი უნდა თქვას. ბუნებრივია, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი. როდესაც ადამიანები არა მარტო სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ვამბობ, არამედ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ, მაღაროელების წინააღმდეგაც ძალადობენ უხეში ფორმით, რა თქმა უნდა სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით. ცნობისათვის ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელი უკვე 7 თვეა პატიმრობაშია. მათ ბრალი შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმაში ედებათ მაღაროელების განმარტებით, ბრალდებულთა ნაწილი ინციდენტის დროს ადგილზეც კი არ იმყოფებოდა. ამასთან ჭიათურის საწარმოებში დასაქმებული 3620 თანამშრომლიდან 2000 ადამიანი უმუშევარი დარჩა, ხოლო ამ 2000-დან 1050 დღესაც სამსახურში აღდგენის მოლოდინშია. მაინც და მაინც უნდა მოკვდეს ჩვენი შვილები, ხო? უნდა მოკვდეს.
ხმაური და დაპირისპირება იყო ბალდაში. კანიონის მცველები 750 დღეზე მეტია ტერიტორიის კერძო მოიჯარისათვის გადაცემას აპროტესტებენ და კერძო ინვესტორის გაყვანას მოითხოვენ. ადგილობრივების თქმით 29 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულების 3 წლიანი ვადა იწურება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ხელისუფლებამ არ გაახანგრძლივოს ხელშეკრულება. მოქალაქეები ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კომპანიის დაცვის თანამშრომელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. ეს იყო ჩვენი უკიდურესი ფორმა, რომ დედებს გადაგვეკეტა გზა და არ შეგვეშვა დაცვის თანამშრომელი. ამოვიდა პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი, რომ ესე იგი ჩვენთვის მოეწოდებინათ, მოგვიწოდებდნენ, რომ გზა გაგვეთავისუფლებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გზა გადაკეტილი არ გვქონდა, ერთადერთი ის იყო, რომ არ უშვებდით დაცვის წარმომადგენელს, სხვა დანარჩენისთვის გზა გახსნილი იყო თავისთავად, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო ჩემი აზრით უბრალოდ ის იყო, რომ პოლიციამ ეს დაცვის თანამშრომელი შეაპარა თავისივე მანქანით, თავის მანქანით მეორე შესასვლელიდან, ესე იგი მეორე სოფლის შესასვლელიდან. ეს ნამდვილად არის სამარცხვინო ფაქტი, იმიტომ რომ პოლიცია მაინც მგონია რომ უნდა იგდეს ხალხის გვერდით და არანაირად არ უნდა იცავდეს თვითონ ამ კომპანიის დაცვის წარმომადგენელს, იმას კი არ უნდა ცდილობდეს რომ როგორც შეაპაროს პატარა ბავშვით მეორე გზიდან და დასვას ეს თავის მოვალეობის შესასრულებლად უნდა გაეთვალისწინებინა. ჩვენ ვითხოვდით რომ ჩვენთან მოსულიყო აი თუნდაც პოლიციის თანამშრომლების ისეთ ვითხოვდით რომ ჩვენთან მოსულიყო ზემდგომი ორგანოები, რომლებიც გაგვცემდნენ პასუხს იმაზე და რასაც ვითხოვდით. ჩვენ რას ვითხოვთ? დედები ვითხოვთ რომ არ გაუხანგრძლივდეს ამ კომპანიას ხელშეკრულება, რადგან ეს გამოიწვევს კიდევ და კიდევ უარეს დაპირისპირებას ახალგაზრდებს შორის და ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები დაბრუნდნენ სახლებში ნორმალურად და იცხოვრონ ამ სოფელში ნორმალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ გვინდა არანაირი დაძაბულობა. 3 წელია წნეხში ვართ. შეურაცხყოფაში განადგურებულები, ეს შვილები განადგურებულები, ოჯახები შეურაცხყოფილი, სოციალური ქსელებიდან დაწყებული და გვინდა ნორმალურად ვიცხოვროთ და ხალხო ვითხოვთ რას? ჩვენი მიწაწყალია ეს, ჩვენი სოფლის მიწაწყალია და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გასხვისდეს. ეს არის ჩვენი და უნდა გქონდეს ბალდის სოფელს, მოსახლეობას. ეს როგორც იყო აქამდე ყველასთვის ხელმისაწვდომი ისეთი უნდა იყოს დღესაც. ამას ვითხოვთ, მეც ხომ არაფერს არ ვითხოვთ, ხო? იმათ უნდათ რომ თავიანთი ჯიბეები გაისხელონ, ჩვენს მიწაწყალს ვიცავთ. გვინდა რომ იყოს ეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის გვინდა ეს. ხვალდაზე ჩვენი შვილები რას გვეტყვიან, რომ რატომ ვერ დავიცავით ჩვენ ეს, ხო? ეს არის ჩვენთვის სამარცხვინო რაღაცა და არ უნდა დავკარგოთ ყველანაირ ფასეულობას თუ დავკარგოთ, რაღაც უნდა დარჩენ, რატომ ეს ბავშვი რა ინტერესი უნდა დაიკავონ იმაში, რომ იცხოვრონ თავიანთ სოფელში იქნება თუ საქართველოში. ყველაფერს თუ დავუთ, ყველაფერს თუ გადაუშვით და ყველანაირ იმას თუ დაბრკოლებას შევუქმნით, მაშინ რაღა დარჩენია ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა. დღეს ვითომ შემოაპარეს, მაგრამ ეს პროტესტი გაგრძელდება უკვე სხვა ფორმას მივცემთ, რადგან ვერ გვიგებენ და არ გვიგებენ და ადამიანება დაგვიგრიან. ეს არის რეალობა. ამიტომ შეპესე კანიონის 350 ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24130 კვადრატული მეტრი აუქციონის წესით 40 წლის ვადით გადაეცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე კანიონის ტერიტორია იჯარით გასცა. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ითხოვენ ხმის მიცემის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები გაუქმდეს და ივანიშვილის პარტიისაგან ახსნა განმარტებას ელოდებიან. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ითხოვენ ხმის მიცემის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები გაუქმდეს და ქართული ოცნებისაგან ახსნა განმარტებას ელოდებიან. საქმე ცვლილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც ემიგრაციაში მყოფი ქართველები არჩევნებში მონაწილეობას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები ემიგრანტები
გუშინ საქართველოს საელჩოსთან მივიდნენ. ისინი ელჩთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეები შენობაშიც კი არ შეუშვეს. ემიგრანტებმა საელჩოში დასაქმებულ პირებს ოფიციალური წერილი და პეტიცია გადასცეს და კონკრეტული დრო განსაზღვრეს, რომ საელჩომ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უკან გაიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. Ქონდა სრული შეხვედრით ქალბატონ ელჩს, სამწუხაროდ ეს შეხვედრა ვერ მოხდა. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარიც არის, მიუღებელიც არის და ზოგადად ვთვლით, რომ ეს დამოკიდებულება ზოგადად ქართული ემიგრაციის მიმართ არის ძალიან მცდარი. ჩვენი მოთხოვნაა ეს ინიციატივა გაწეული იქნას საქართველოს პარლამენტის მიერ და პირიქით მოგცეს საშუალება ქართულ ემიგრაციას, რომლის გარკვეულწილად ხმასაც ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოადგენთ, მოგცეს საშუალება, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულები საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ამისი გზებიც არსებობს. ძალიან შეწუხებულები, შეურაცხყოფილები და შეშფოთებულები ვართ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ამის გამოსახატად მოვედით არა როგორც საპროტესტო აქციით, არამედ როგორც ასე ვთქვათ კონსტრუქციული შეხსენებით, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი წამოწყებაა. ეს არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი და ეს ეხება ძალიან ბევრ, თითქმის მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ეს არის ფუნდამენტური უფლება მოქალაქის და ამასთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, რა ვიცი, ჯერჯერობით გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს არ დარჩება რაღაცნაირად ხმად მღაღადებლისა უდაბნოსაშინა, არ შეიძლება რომ ესე იყოს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ქრობის სამუშაოები ვერტმფრენმა დილიდან განაახლა. უკვე მეოთხე დღეა, რაც ხანძარს სოფელ ხანის მიმდებარე ტყის ფერდობზე ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 200-მდე მეხანძრემაშველი სპეცტექნიკა, ასევე სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი. ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. ბაღდათში გაჩენილ ხანძარს, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ვერ აქრობენ, ადგილობრივები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან და წერენ, რომ სოფელში საშინელი სუნი დგას და ტერიტორია ფერფლითაა დაფარული. 5 დღე და ღამეა იწვის ტყე. გავიგეთ, რომ არ მიდის ცეცხლი დასახლებული პუნქტისკენ, მაგრამ ჩააბარეთ ხალხს ანგარიში რაოდენობის ტყე განადგურდა. აცნობეთ ხალხს, რა საშიშროება ემუქრებათ ამ წვით წარმოქმნილი მავნე ნივთიერებებს რომ შეისუნთქავენ? გასაოცარია პირდაპირ, როგორ უმნიშვნელოდ საუბრობთ ამ ვიტარებაზე. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ერთი კაცი მაინც გამოვიდა და ჩააბარა ანგარიში ხალხს. აღიარა, რომ ვერ უმკლავდებიან ხანძარს, რადგან ქვეყანაში შესაბამისი ტექნიკა არ მოიპოვება. სოფელში უკვე სახლის კარს ვერ აღებენ ისეთი სუნი ტრიალებს. ფერფლით სავსეა ყველაფერი. კი უხედავთ, შრომობენ. მადლობა ყველა თითეულ სიმყოფელს. მაგრამ არაა ალბათ საკმარისი. და როდემდე? სამწუხაროა. ერთი ან ორი არა ადამიანის დაუდევრობის გამო ამდენი ტყე ნადგურდება. ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. იმერეთში ცეცხლსროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააგავეს. პოლიციამ ბრალდებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსროლი იარაღი, სანადირო თოფი და 152 ვაზნა ნივთმტკიცება დამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააგავეს. სამართალდამცველება ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ადგილებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 32 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.